კობახიძის განცხადების გამო ცხინვალის რეჟიმი აგრესიაში დამნაშავედ ქართული სახელმწიფოს გამოცხადებას მოითხოვს. ცხინვალის რეჟიმი თვლის, რომ საქართველომ კობახიძის სახით აღიარა სააკაშვილი დამნაშავედ აგრესიაში, შესაბამისად პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროს, რადგან ის საქართველოს სახელმწიფოს სახელით და მანდატით მოქმედებდა. ცხინვალის რეჟიმი კობახიძის იმ განცხადებას ეყრდნობა, რომელიც მან 8 აგვისტოს გააკეთა და სააკაშვილი აგვისტოს ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. ეს სისხლიანი ბინძური უცხოელი აგენტი და საქართველოს იყოს ერთ და იგივე. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს ბინძური აგენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს იყოს ერთ და იგივე. კითხვაზე პასუხად ნიშნავს თუ არა ეს ოცნების მხრიდან მტკიცებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო, იმდროინდელი ხელისუფლება საქართველოსგან გამიჯნეს. თუმცა ასე არ ფიქრობენ ცხინვალში და თვლიან, რომ კობახიძემ ოფიციალურად აღიარა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სამხედრო აგრესიაში დამნაშავედ, რაც ნიშნავს, რომ აგრესია ქართულმა სახელმწიფომ განახორციელა. 9 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 8 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებას აკრიტიკებს, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, აგრძელებს ოკუპირებულ რეგიონებში კონტროლის გაფართოებას, მათ მილიტარიზაციას და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ცხინვალის რეჟიმი სწორედ ირაკლი კობახიძის განცხადებას იმოწმებს იმის დასტურად, რომ სამხედრო აგრესიაში დამნაშავე საქართველოა. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ომის დამნაშავეა და ამიტომ პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროს. საკმაოდ ნათელია, რომ დამნაშავე მხოლოდ სააკაშვილი არ არის. სახელმწიფოს მეთაურის რანგში მას ჰქონდა მანდატი ესაუბრა საქართველოს სახელმწიფოს სახელით, გაეცა კრიმინალური ბრძანებები და განეხორციელებინა ანტიოსური და ანტიაფხაზური პოლიტიკა. ამიტომაც 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას, როგორც ამ პოლიტიკის გამტარს, მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის ფიგურებს, როგორც მისი პოლიტიკის ობიექტებს. ქართული ოცნების მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს და მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალთან ოცნების ლიდერები და წევრები 8 აგვისტოს მივიდნენ. ოცნების ლიდერებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ილაპარაკეს. ოპოზიციამ ოცნების ლიდერების განცხადებები დაგმო. კოალიციამ ცვლილებებისთვის გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კობახიძე ისტორიას აყალბებს და ქვეყნის ინტერესებს ზიანს აყენებს. განცხადება, რომ რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს, ხოლო 7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა ცხინვალი, არის რუსეთის ოფიციალური ნარატივი და პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმის გადატანა საქართველოზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკური არჩევანია, გაკეთებული რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლის თავზე. ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება მიზანმიმართულად და შეგნებულად ასუსტებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო ინსტიტუციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში და შესაძლოა გამოყენებული ხმეს რუსეთის მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად და პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმის საქართველოზე გადმოსატანად. კობახიძის განცხადება შეგნებულად ქმნის პოლიტიკურ და სამართლებრივ ორაზროვნებას ქვეყნის უახლესი ისტორიის თაობაზე, რაც ასუსტებს ჩვენი სახელმწიფოს მედეგობას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე. ეს განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ პრინციპებსა და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას ოკუპაციის საკითხზე, საჭიროებს მკაცრ პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას. ოპოზიცია კობახიძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. გახარიას პარტია თვლის, რომ კობახიძის მიმართ გამოძიება უნდა დაიწყოს. მიმართაც, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძემ ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ დრასთან დაკავშირებითაც პასუხს თხოვს მთლიანად სახელმწიფოს, რაც არის ეროვნული ინტერესების დაზიანება. აქედან გამომდინარე, გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. სულ საქართველოს პროკურატურას შევატყობინო, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება. კერძოდ, დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ, რომელსაც ჩადის დე-ფაქტო პრემიერი ბატონი ირაკლი კობახიძე. კობახიძე მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია. რა თქმა უნდა, არ დააყოვნა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პასუხმა, რომელსაც უკვე მინიმუმ მე-6-ად აციტირა კობახიძის ესადოის განცხადება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა ის გარემოება, რომ სახელმწიფოს და პრეზიდენტს არსად და არასდროს არ მიჩნევს არავინ. შესაბამისად, კობახიძის ციტატის გამოყენებით საოკუპაციო რეჟიმმა პასუხისმგებლობა დააკისრა სრულიად ქართულ სახელმწიფოს. ქართული ოცნება რიტორიკას არ ცვლის. თბილისის მერი დღესაც უმტკიცებდა ჟურნალისტებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებაში დამნაშავე სააკაშვილია. ირაკლი კობახიძემ ციტირება გააკეთა იმისა, რაც რეზოლუციაში წერია, არაფერი სხვა არ გაუკეთებია და არაფერი სხვა განცხადება არ გაუკეთებია. რეზოლუციაზე არის ხელი მოწერილი. ეს არის მოღალატეობრივი ქმედება, რაც მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა იკადრა, გააკეთა და რა თქმა უნდა ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი წარმოადგენდა.